გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურიის რეგიონს სტუმრობს. მინისტრმა სახელმწიფოს მხარდაჭერილი საწარმოები დაათვალიერა და ადგილობრივი ფერმერებისგან ინფორმაცია საჭიროებების შესახებ მოისმინა. ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი რეგიონული სამსახურების უწყებების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. დავით სონღულაშვილი სოფელ აკეთში ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ერთ-ერთმა ფერმერმა მინისტრს საკუთარი გამოგონება თერმოს კაწარ უდგინა, რომლის დამზადების ტექნოლოგია დაცულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საკპატენტის მიერ. მინისტრი ასევე ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობას სტუმრობდა. გურიაში დავით სონღულაშვილი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განახლებულ საწარმო Green Gold-საც დაათვალიერებს. ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან შეხვედრას გამართავს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ შეიქმნას არა მხოლოდ პირველადი წარმოებები, არამედ პირველადი პროდუქციის წარმოება, არამედ გადამამუშავებელი წარმოებები, რადგან ეს ხელს უწყობს რეგიონებში რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებას, რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ხვდებით ჩვენს რეგიონულ სამსახურებს, ადგილზე ვათვალიერებთ მათ საჭიროებებს, რადგან მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, მისი აღსრულებელი რეგიონებში არის ჩვენი რეგიონული სამსახურები და იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა აღსრულდეს სათანადოდ, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ სამსახურებს ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო. მთავარია მუშაობ ყველა იმ სიახლეზე, რაც თქვათ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებში ინერგება ფლოპ მეფუტკრეობაში ბოლო 10 წელიწადში 5 პატენტს, მხოლოდ პატენტს და შექმნილი მაქვს თქვა თერმოსკის 5 დაცულია პატენტით, ფიჭიანი, თაფლი. სახელმწიფო დახმარებები ნამდვილად 2 მაღალი კლასის სტანდარტის შენობა, რაც შევიკეთე და ნაწილობრივ ინვენტარიც შევიძინე, ეს არის EAP აგროკრატეთი. გურიაში შეხვდით ადგილობრივ მეწარმეებს, იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფოს მხარდაჭერით შეძლეს საკუთარი წარმოების გაფართოება, ახალ ეტაპზე გადაყვანა. ასევე დღევანდელ დღეს ხვდებით იმ რეგიონულ წარმომადგენლებს, რომელიც სამინისტროს ქვემდებარე სტრუქტურებია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები.